1919 წლის 26 მაისი ეს თარიღია, საიდანაც საქართველოს დამოუკიდებლობის ასე ვთქვათ თარიღს ვითვლით, ერთსაუკუნოვანი ისტორია უკვე თითქმის და ჩვენ წარვაგზავნეთ ჩვენ ჟურნალისტი მაკა ცხედიანი ეროვნულ არქივსა და საჯარო ბიბლიოთეკაში და მოდით ერთად ჩავიხედოთ იმ დოკუმენტებში, ფურცლებში და გავიხსენოთ ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორია. საბჭოთა პროპაგანდა ცდილობდა მიეჩქმარა 1918-21 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა და თავისთავად აი ეს ალბომი, რომელსაც მე თქვენ წარმოგიდგენთ ახლა, იყო მივიწყებული. შეიცავს 119 ფოტოს, უნიკალური ფოტოებია. ეხლა ხანს კი არა, რამდენიმე წლის წინ მოხდა ამ ფოტოების რესტავრაცია და თქვენს წინ არის ახლა წარმოდგენილი ეს ფოტოები. გადაღებულია 1918-21 წლების საქართველოს მოვლენები. აი ამ ფოტოზე გახლავთ წარმოდგენილი დამფუძნებელი კრების ხდომა. აქეთ გახლავთ სამთავრობო ლოჟა, ანუ მთავრობის წარმომადგენლები ისხდნენ და ხელმარცხნივ იყო ჟურნალისტთა ლოჟა. და ჟურნალისტები დაიშვებოდნენ მთავრობის ხდომაზე და უსმენდნენ თავიდან ბოლომდე ამ ხდომას. ეს გახლავთ იუნკერების შეკრება ხდება ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძრის ეზოში. ეს ტაძარი იდგა დღესდღეობით არ არსებობს პარლამენტის შენობის ადგილას. ეს გახლავთ ხევსურები, რომლებიც ასეთი ანოტაციით გვაქვს ეს ფოტო, ხევსურები, რომლებიც ჩამოვიდნენ დასახმარებლად ეროვნულ დემოკრატიული საქართველოს როცა უჭირდა 21 წელში დასახმარებლად იყვნენ თიდან ჩამოსულები. ეს გახლავთ მაშინდელი მთავრობა და სამხედრო პირები, ამ ფოტოზე ეს არის ასახული. ეს არის გრინევიჩის ფოტო. ეს ფოტო გახლავთ და აი ნახეთ როგორ დამწვარა ეს ჩვენ რესტავრაცია რო გავუკეთეთ, მე ეს მუყაო მერი აქ. მე თვითონ ფოტო იყო ესეთი დაზიანებული. ქალბატონები იქიდან გამომდინარე, ხო ეს არქივი უფრო მეტად ბევრად გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა დაინტერესებული პირებისთვის. გარდა მისი ისტორიული და დოკუმენტური მნიშვნელობის, ალბათ ძალიან ემოციურიც არის უშუალო შეხება ამ ისტორიას. რა თქმა უნდა, უამრავი დაინტერესებული პირი ყავდა ახალგაზრდებით. შემთხვევაც მგონია, რომ ცრემლები გადმოსვლია ზოგიერთს, მას ამბობ, რომ ამ ფოტოების შემხედვა იმდენად ემოციურია, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ჩვენი ქვეყნის და მით უმეტეს იყო მიჩუმათებული, არავის არ აინტერესებდა ეს პერიოდი და ეხლა თითქოს ახლიდან დაიბადა ყველაფერი. ჟორდანია იყო მთავარი ასე ვთქვათ იდეოლოგი სოციალ-დემოკრატიული მოძრაობისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი იმ პერიოდისთვის. ნოე ჟორდანია იყო წარმმართველი სწორედ ამ მოვლენების და მთავარი გადამწყვეტი დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე და ჰქონდა ხალხთან ურთიერთობის და ხალხის დარწმუნების საუკეთესო საშუალება მისი გამოცდილების და პოლიტიკური ქარიზმის და ლიდერობის თვისებების წყალობით. 26 მაისს სწორედ ეს არის ხელნაწერი ოქმი, რომელიც შემდეგ უკვე გადაბეჭდეს და ხელი მოაწერეს და ოფიციალური გახადეს, თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია იმ ჩასწორებებით, იმ მინაწერებით, რეპლიკებით, რომელიც შედგენილია ეროვნული საბჭოს იმდროინდელი მდივნის მიერ 1918-21 წლის დოკუმენტები ჩვენმა მთავრობამ 1921 წლის მარტში ბათუმიდან, როდესაც წავიდნენ ემიგრაციას საფრანგეთში, საგამძლეობთან ერთად ამ ხალხმა დოკუმენტებიც წაიღო, რომელიც ინახებოდა მათ შატოში, ლევილში, ხოლო შემდეგ უკვე 1990-იანი წლების მიწურულს ეს დოკუმენტები უკვე დაუბრუნდა ქვეყანას, მოხვდა შემდეგ საქართველოს ეროვნულ არქივში და აქ დაიწყო მათი სამეცნიერო დამუშავება. ჩვენ ახლა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ქართული ემიგრაციის დარბაზში ვიმყოფებით. ეს დარბაზი ოფიციალურად 2013 წელს გაიხსნა. ქართველი ემიგრანტების მემკვიდრეების დამსახურება ის, რომ ეს არქივები გადარჩა, ეს კოლექციები გადარჩა და დღესდღეობით საქართველოში არის და ინახება. მინდა გითხრათ, რომ ნოე ჟორდანიას შთამომავლებმა მისი კუთვნილი და ლევილში დაცული უამრავი წიგნი გადმოსცეს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, გრიგოლ დიასამიძეც, რომლის არქივიც და კოლექციას მისმა შვილიშვილმა გადმოგცა. ისინი ძალიან აღელვებულები არიან და ძალიან ემოციური იყო მათი განშორება ამ კოლექციებთან
დაბრუნდა ამ არქივებთან. ისინი თავიანთი ისტორიის, თავისი ოჯახის ნაწილს გადმოსცემდნენ საქართველოს. ქართველი ემიგრანტებისთვის 26 მაისი ლამის წმინდა დღე იყო. ეს იყო დღეს, როდესაც ყველა შეხედულების, ყველა პარტიის წევრი, ყველა მიმართულების წარმომადგენელი ერთად იკრიბებოდა და ერთად აღნიშნავდა ამ დღეს. ეს დღეები როგორც წესი უფრო ადრეულ პერიოდში საფრანგეთში, ევროპაში, ლევილში ხდებოდა, ხოლო ამერიკაში უკვე 50-იან წლებში ნიუ-იორკში იყო ქართული სათვისტომო და სწორედ იქ იმართებოდა. აი ასეთი შეკრების და დღესასწაულის აღნიშნული ფოტოა, აი ეს ფოტო, რომელიც ამერიკაშია 50-იან წლებში გადაღებული. მასზე აღმოჩნილია ქართველი ემიგრანტები და მათი დღესასწაულის აღნიშვნა 26 მაისის. საინტერესო ფოტოა გადაღებულია 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. ფოტოზე ჩანან საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები და თბილისის მოქალაქეები. აქ არის ცენტრში დგას ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე კაულო ჩხეიძე, ხოლო მის გვერდით ექვთიმე თაყაიშვილია. ამ ფოტოს ძირითადი ღირებულება არის ის, რომ ამ ფოტოზე ფაქტიურად ასახულია ის ემოციები, ის ეიფორია, ის სიხარული, რასაც განიცდიან ქართველი ერი და ქართველი ხალხი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ წუთებში. ხელში მიჭირავს ეხლა დამატება გაზეთისა თეთრი გიორგი. ეს იყო ქართველ პატრიოტთა საგამომცემლო ორგანო. ეს იყო უფრო დემოკრატიული მიმართულების შეხედულების მქონე ჟურნალი. გამოიცემოდა პარიზში 1920-30-იან წლებში. ფურცელზე წერია 26 მაისი საქართველოს გამარჯვება და რუსეთის დამარცხება. 26 მაისი ჩვენთვის დიდებული დღეა. სწორედ აი ეს სიტყვები იყო საერთო ქართველი ყველა ემიგრანტისთვის. ეს იყო პერიოდი, როდესაც საქართველოს საზღვრებს რამდენიმე მხრიდან ემუქრებოდა მტერი და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება ფაქტიურად ერთადერთი საშუალება იყო ქვეყნის და ერის გადარჩენის.